ნაწილეობთ ამ ეთერში. ჩვენ გადაცემა დავიწყეთ იმ მძიმე საკითხზე საუბრით და იმ განცხადებების განხილვით, რომელიც ჰქონდა ბესარიონ ალავიძეს კონკრეტულად და მასზე პასუხებით. აი თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ, ფაქტი არის, რომ უკვე შესაბამისად შეფასდა სასამართლოს ლიდერების მხრიდან ეს პირი კონკრეტულად, აი ამაზეც რისი თქმა შეგიძლიათ ითქვა, რომ იქ რაღაც კონკრეტული დაკვეთის შესრულება ხდება და პირველ რიგში თქვენი შეფასება იმ სურათზე, რაზეც ამახვილებს ყურადღებას უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასამართლო საერთოდ აღარ არსებობს, არც არსებობდა უკვე 2013 წლიდან პრაქტიკულად, როგორც ხედავთ, სასამართლო აღარა გვაქვს. ანუ სასამართლოში თავი მოიყარა კლანმა, გაამაგრა ივანიშვილმა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჩვენ აქამდეც ალავიძის განცხადებამდეც არაერთი გვქონდა, მაგალითად იგივე მელაძის გადაცემებში კვლევები იყო ჩატარებული, იგივე გოგაშვილის განცხადებები. უბრალოდ უმძიმესი იყო, როცა პერსონა ყოფილი მოსამართლე საკუთარ თავზე განიცდის ამას ყველაფერს და თავის პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ წამების ფაქტებს გვიყვება, რას განიცდიდა, რა დღეში იყო, როგორ ზეწოლებს ჰქონდა მასზე ადგილი და ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დღეს მოსამართლეები, რომლებიც მოქმედებენ, თუნდაც ამ პოლიტპატიმრების საქმებთან დაკავშირებით, რა წნეხის ქვეშ არიან. იგივე განაჩენები, რომლებიც ამ პოლიტპატიმრების წინააღმდეგ გამოვიდა, იდენტურია პრაქტიკულად, თითქოს კოპი-პეისტით არის დაწერილი, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ სხვა უწერს და ეს გადაწყვეტილებები უკვე სხვის მიერ არის, წინასწარ არის მიღებული. მე მინდა ვთქვა, რომ ეს სასამართლო სისტემაში დანაშაულს და ის მოსამართლეთა, იგივე მურუსიძე, ჩინჩალაძე, რომლებიც ემუქრებოდნენ და ემუქრებიან ალავიძეს, ეს ფაქტებია, ხომ? ამის დადასტურება შეიძლება დანაშაულს ჩადიან და ყველა ის მოსამართლე, ვინც მას ემორჩილება, პოტენციური დამნაშავეა და წარმოიდგინეთ დღეს ადამიანებს, ასამართლებს, მოსამართლის მანტიაში შენიხული ადამიანი, რომელიც თვითონ პრაქტიკულად კრიმინალია. მე წარმომიდგენია და შევდივარ იმ ყველა ადამიანის მდგომარეობაში, ვინც დღეს პატიმარია, ვინც დღეს ასამართლებია, იმათ მშობლების, ახლობლების, რომ ვის მიერ ხდება უფრო მძიმე დანაშაულის პრაქტიკულად ჩამდენი პირების მიერ ხდება ამ ადამიანების გასამართლება და ამას ჩვენ ყოველდღე უყურებთ. ეს კატასტროფაა, ეს საშინელება არის, რომ გადაწყვეტილებას ადამიანის ბედზე იღებენ ადამიანები, რომლებიც მოსამართლის მანტიაში არიან, მანტია აქვთ მოსხმული და რეალურად ჩვენ არ ყავს სასამართლო. დამოუკიდებლობაზეც ლაპარაკი აღარ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ ცალსახად დავინახეთ, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენები არიან ეს პირები, ვინც ალავიძეს. რაც შეეხება იმ კომენტარებს, მეც მოვისმინე მურუსიძის განცხადებას, იგივე გვრიტიშვილის განცხადებას. 3 წლის წინაც ილაპარაკა მათი პოზიციიდან არ ჩამოვარდნია ხერი, ამბობს მურუსიძე და ასევე სასაცილოს უწოდებდა ჩვენ ჟურნალისტთან ინტერვიუში იმ ფაქტს, რომ ის ჩაკეტეს და რამდენად დასაჯერებელია, მოკლედ აი რაღაცა ქილიკიც მოყვა მის მიერ ამ მძიმე ფაქტების აღწერას. იგივე თვითმკვლელობის საკითხს, რომ ეს აბსურდულია და ასე შემდეგ. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ, მაგრამ აქ არის თუ არა, ანუ აი ესე გამოვიდა, რომ აი ალავიძე რაღაც დაკვეთას ასრულებს და ის არის გამოყვანილი რაღაცის, თქვათ აი ამის მკადრებლად, ხო, რომ ილაპარაკოს ტყუილებიო, ასე გამოუვიდათ ამ პირებს იგივე გვრიტიშვილს და მურუსიძეს, მაგრამ არის თუ არა ეს მთავარი ქალბატონ თამარა აქ ალავიძის დახასიათება უნდა ხდებოდეს თუ ამის შემდეგ რა უნდა ვნახოთ ჩვენ, იმიტომ რომ სხვა პირსაც ხო ასახელებს ეს ალავიძე. მასაც შეუძლია რომ ილაპარაკოს და ეს უკვე ძალიან ეს უკვე გარკვეულწილად უფრო სრულყოფილს გახდის აი ამ სურათს. ალავიძე რასაც ამბობს, მარტო ალავიძის ჩვენებით და ამ ინფორმაციით არ დასტურდება. ალავიძის ნათქვამი დასტურდება ყოველი კონკრეტული ფაქტით. თუნდაც ვიტყოდი იმას, რომ ალავიძემ, რომ თქვა, რომ ეს რუსთავი ქარხნით დაიწყო ეს მასზე ზეწოლების განხორციელება 2013-ში ხდება ეს და ზუსტად ამას მოყვება რა ივანიშვილის შეხვედრა მურუსიძესთან. ისინი ეუბნებიან, რომ ჩვენ გავდივართ გარიგებაში ივანიშვილთან და ივანიშვილთან შეხვედრები. პირველი შეხვედრები ამას მოყვა მურუსიძის, ოფიციალურად გამოქვეყნდა მათი შეხვედრები მურუსიძის და ივანიშვილის. ამის შემდეგ დააკვირდით რა ხდება. ყველა კრიტიკა ევროკავშირის იქნება თუ შიგნით ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ყოველი ასეთი მწვავე კრიტიკის შემდეგ პრემიერ-მინისტრები მიდიან უშუალოდ უზენაეს სასამართლოში და ბოდიშს იხდიან და იცავენ
ამ მოსამართლეებს. მე ვიტყოდი რომ მათ მეტი გზა არ დარჩენიათ, რა თქმა უნდა, ასე უნდა თქვა, ასე უნდა მოიქცეს. იყო და არის ხო ქალბატონთა. კი, რა თქმა უნდა, აბა სხვანაირად სხვა პოზიცია ხომ არ იტყვიან ესა თუ ის მოსამართლე ხელისუფალი იყო შემთხვევაში საქართველოს უახლესი ისტორია ამას გვიჩვენებს რომ ნებისმიერი ხელისუფალი იყენებს შესაძლებლობას მისთვის სასურველი მიმართულება მისცეს ამა თუ პოლიტიკური ნიშნით გამორჩეულ გადაწყვეტილებებს მე რიგით საქმეებზე ამ შემთხვევაში რიგით საქმეებზეც იგივე მდგომარეობა მე გეტყვით რომ რიგით საქმეებზეც იგივე მდგომარეობა ეს ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ სასტიკ მეთოდებს იყენებენ პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები რომ მიაღწიონ თავიანთ შედეგს არ ჩათვალოთ რომ რიგით საქმეებზე ესეთი არ ხდება და ბევრი ვინც ეხლა მისმენს დაუშვა თვითონვე მიხვდება და თვითონაც ძალიან კარგად იცის რომ არც რიგითი საქმეები არ არის გამონაკლისები ასეთ შემთხვევაში იმიტომ რომ სისტემა არ არის ამისი გაგრძელება უნდა იყოს საზოგადოებას ეს თვითონ არ იტყვია რომ ჩვენ დამნაშავეებია სისტემის შიგნიდან აი სისტემის შიგნიდან მე ვფიქრობ რომ ყველაზე მეტად ალბათ სისტემის მხილება შეიძლება რაღაც შიგნიდან რა თქმა უნდა ეხლა მოსამართლეებს ვისაც კეთილს აი მე ვიტყოდი რომ ალავიძეს კეთილსინდისიერების არის კეთილსინდისიერების პრინციპი რომელიც განსაზღვრავს მოსამართლის როლს მართლმსაჯულების განხორციელებაში და აღმოაჩნდა ალავიძეს არ ჭირდებოდა ალავიძე რო შეესრულებინა ის დღეს ისევ როგორც მურუსიძე და ჩინჩალაძე მილიონიან ვილებში იცხოვრებდა და არაჩვეულებრივ პირობებში იქნებოდა და მასაც მილიონები ექნებოდა მაგრამ ალავიძეს აღმოაჩნდა კეთილსინდისიერების მძაფრი განცდა და ეს პრინციპი მასთან იმდენად მედგარი იყო რომ მან გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეს ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისათვის მისი სიცოცხლე დღეს კიდევ საფრთხეში ესე მარტივად ვიტყოდი რომ არ გამოვა ეს ამ საქმიდან აქედან გამომდინარე ნახეთ ესე თქვათ შემართება რომ უთხარით გამოაქვეყნოს მტკიცებულებები ხო ეს უთხრა მან სწორედ პირველების ჟურნალისტს კი გამოქვეყნა მეტი მტკიცებულებები რა გამოვიდა ადამიანი და ინფორმაცია მისცა ნახეთ ეხლა გოგაშვილის ჩვენებები გვაქვს ალავიზის ჩვენებები გვაქვს თუ კი ხასაიას საქმეზე ორი მოწმის ჩვენებაა საკმარისი აქ არ არის საკმარისი ეს ამდენი მტკიცებულებები რომლებიც სხვა ირიბ მტკიცებულებებთან ერთად დასტურდება არ გამოაქვეყნა მთელი სქემა მან გოგაშვილმა რაზე წოლები ხდებოდა მოსამართლეებზე ჩვენ გქონდა ეს ეხლა ამას ემატება ალავიძის ჩვენებები ალავიძემ განაცხადა რომ მას მესიჯებიც აქვს გამოაქვეყნებს რა თქმა უნდა ამას მოყვება გამოქვეყნება მაგრამ თავარი არის აქამდე ხომ არ უნდა გამოქვეყნებულიყო როგორ ფიქრობთ მე ვფიქრობ რომ იცით რა არის ამ ასეთი ყოფილიყო საფუძველი რომ აი რაღაც დროში გაწელილიყო ეს პროცესი სხვათა შორის ესეც არის გამოყენებული ამ პირების მხრიდან რომ აი რატომ აქამდე ნახა საზოგადოებამ ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა და ძალიან კარგად იცის ეს მილიონიანი ვილები ამ მოსამართლეების მათი ჩვენ ვიცით ეს რაც მთელი ვიდეო და ფილმია რამის გადაღებული იმასთან დაკავშირებით რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში ხომ ეს ყველა მიცის და საკუთარ თავზე გადის ძალიან ბევრი ადამიანი რატომ არ მოხდა გამოქვეყნება ამას მე ჩემი პოზიციიდან და ჩემი სუბიექტური პოზიციიდან გეტყვით აბსოლუტური სწორი გადაწყვეტილება იყო რომ სწორი დრო შერჩეულიყო ამისათვის რაც შეიძლება საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს ინფორმაცია და გასაგები ყოფილიყო იმიტომ რომ თავის დროზე გოგაშვილის მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას რეაქცია კი მოყვა მაგრამ ჩაკვდა ეს რეაქცია და ხელისუფლება ეხლა საზოგადოება ეხლა საზოგადოება ბუბულობს აღნიშნულმა პირებმა გრიტიშვილმაც და მურუსიძემაც იდენტურად თუ ასწრები არჩევნები არ უხსენებია გვენეტაძეს ამ ინტერვიუში მაგრამ გრიტიშვილის გამოქვეყნებულ განცხადებაშიც და მურუსიძის ინტერვიუშიც რაღაც არჩევნების კონტექსტი იგრძნობა რომ ეხა დასჭირდათ აი რა ამაზე რა შეგიძლიათ არჩევნები ეს იმუშავებს ეს არგუმენტი არა არჩევნებს დღეს ეხლა თვითონ არჩევნებსაც დიდი მნიშვნელობა დღეს არა აქვს არჩევნებს დღეს ყველა მიცის ჩვენ ნახეთ არჩევნები ერთი წლის წინ ჩვენ ნახეთ გასიყალბე და დარწმუნებული ვართ რომ ეხლაც გაყალბე ყველა დარწმუნებულია რომ გაყალბდება მათ უკვე ამ გორბის ჩვენ ემითი მონაცემებით დაწერილი აქვს ეგ შეიძლება უკვე ჩატარებულიც აქვს ეს თავიანთი არჩევნები და გაყალბება რომ მოხდება ამაში არავის მე ვფიქრობ რომ ეჭვი არ ეპარება თვითონ იმასაც კი ვინც შეიძლება მივიდეს ის და ხმა მისცეს ეს არის საერთოდ არ არის კონკურენტურანიანი საარჩევნო გარემო და არჩევნებს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს განცხადების ამ დროში გაკეთების ფასზე ფასი განცხადების ფასი ის არის რომ ხალხი გამოდის ქუჩაში მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ძალიან ნეიტრალური იყო და დღეს ამბობს რომ ხვალ მე გავდივარ ხვალ გადის ქუჩაში უზარმაზარი მასა გადის ქუჩაში და ამისი ერთ-ერთი დატვირთვა ის არის რომ აჩვენოს სად ვცხოვრობთ წინა პერიოდები ძალიან კარგი დრო იყო როცა გამოქვეყნდა იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ეს კორუფციული გარიგებები თვითონ ოცნების მიერ გამოქვეყნებული
ჩვენ ვნახეთ ის უზარმაზარი კანონდარღვევები, გინდა ბიზნესში, გინდა თვითონ ამ იგივე რიჟვაძის საქმიდან რომ დავიწყოთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოქმედებს საზოგადოებაზე, ხედავს საცხოვრობს საზოგადოება. მოხუცი, რომელსაც 350 ლარი აქვს პენსია და ხედავს რომ მილიარდებს აკეთებენ ერთ წუთში ჩვენი მინისტრები და ესპანეთში და ასე შემდეგ სასახლეები და სახლები აქვს აშენებული, ბუნებრივია წვეთი წვეთს ემატება და ესეც ერთ-ერთი მიწოდებაა დროის კუთხით. არის მიწოდება საზოგადოებისათვის, რომ ნახეთ საცხოვრობთ. არაფერი არ გვიცავს ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ სასამართლო არ არსებობს. შეხედეთ თვითონ სარწმუნოების თვალსაზრისითაც მის მიერ გაკეთებული განცხადება მურუსიძის და ალავიძის. ალავიძე დგას კეთილსინდისიერი ადამიანი, თავისი კეთილსინდისიერები და ამბობს იმას, რაც გადაიტანა. ვერ შეიტანთ ეჭვს. ის ლაპარაკობს ზუსტად დამაჯერებლად და ამბობს სარწმუნოდ, სანდოდ და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მან თვითონ განიცადა და არა მარტო თვითონ მის კოლეგებთან ერთად ხდებოდა ეს. მე მოუწოდებ იმ კოლეგებს, ვისთანაც მივიდნენ, ძალიან კარგი იქნება. ზუსტად დღეს არის ეს მომენტი, ზუსტად დღეს გისმენთ ხალხი, რომ იმათაც დიახ უნდა ალაპარაკნენ, უნდა თქვან. არ შეიძლება ამ ჭაობში ცხოვრების გაგრძელება დღეს. დიდი მადლობა კაპიტან თამარ, დაგემშვიდობებით. თამარ ლალიაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე საუბრობდა ჩვენს ეთერში რეკლამაზე.